Hi guys. კი, ახლა რამოდენიმე თვე ასეთი სახით უნდა მომითმინოთ. ამ ბრეკეტების გამო თითქოს და ტუჩები დავიბერე. შეხედეთ, რატო არის? ესეთი არ დამიბერია ტუჩები, პროსტა ბრეკეტების გამო უფრო დიდი ჩანს. Okay. ჩემს ვიდეოს ქვეშ დავინახე ერთი გამომწერის კომენტარი. მან თქვა რომ მეთამაშე თამაში Quarantine Zone, კარანტინის ზონა. ახლა ძალიან პოპულარული თამაშია. სხვათა შორის ეს თამაში გავს, ეს არ არის ჩემი მეზობელი. თუ გახსოვთ, უეჭველი გახსოვთ. ძალიან მაგარი თამაში იყო. რა დიდი ხანი იტვირთება. მე ამ ბრეკეტების გამო ახლა ძლივს ვლაპარაკობ გეფიცებით თითქოს და დავბრუნდი იმ 2018-ში, როცა მეკეთა ბრეკეტები. ყველა 1000 გამომწერზე მგონი ქართული დამავიწყდა. ხო, არც იცოდი. Oh my god. სანამ ეს თამაში ამდენი ხანი იტვირთება, დამიწერეთ კომენტარებში, რა თამაში გინდათ რომ გადავიღო. ყველა კომენტარს ვკითხულობ, ვიწერ თამაშებს, მაგრამ ყველას ერთდროულად ვერ ვითამაშებ ფიზიკურად. ვაიმე, ჭაირდა. ვაიმე, ეს ვიდა. ანეს. What the hell? აუ, ისევ გადათარგმნა, მეზარება. ანუ როგორც ჩანს, აქ ზომბი აპოკალიფსისია. ვაიმე, ღმერთო, წაგვაბახლა და ზომბი აპოკალიფსისი. ვაიმე, ღმერთო, ასე სერიოზული თამაში თუ ყოფილა, არ ვიცოდი. რა არის? ვინ ვარ? ყველა ზომბი ხდება. ყველა ზომბი არ არის, მაგრამ უნდა დავეხმაროთო. ვინც გადარჩა, იმათ უნდა შევხედოთ და ვუშველოთ და გავიგოთ ზომბი არის თუ არა. აქ რა არის? ანუ აქ რამე მჭირდება? კაი, არაფერი არ მჭირდება, მკიდია მაგრად. ვაუ. იქ უნდა მივიდე, ხო? როგორ? დავკრუგოთ, სადა გასვლელი კაცო არ ვიცი. არ ვიცი სანდوان. აქედან? ალბათ აქედან. აი მე რა დებილი ვარ. ვაუ, მართლა ზომბი აპოკალიფსისია. ის უნდა გვეთამაშა, როცა იყო კოვიდი. ვაუ, ძმაო. ხო, აი კოვიდის დროს ზუსტად მასე დადიოდა ხალხი გარეთ. განსაკუთრებით მეტროში. რა? უნდა შემოვუშვათო, კაი? აბა მოდი აქეთ. ვაიმე? იდექი ადგილზე. ძალიან წითელი სახი არისო და აუცილებლად უნდა ჩავწეროთ რეპორტში თუ სადღაც სიმპტომები. Oh my god. აქ არის წარმოდგენილი ყველა არსებული სიმპტომი. გადარჩენილები ცდილობენ სიმპტომების დამალვას. ჩვენ უნდა გავერკვიოთ ზომბი არის თუ არა და შევუშვათ თუ არა. სად? არ ვიცი, ჯერ სად? წითელი კანი. კი, წითელი კანი არის. და როგორ უნდა ვქნა? ყვითელი თვალები, კონიუნქტივიტი, წითელი თვალები. ეგ არ არის ინფექციის სიმპტომი. ანუ ეგ ნორმალურია. აი ეს არის დეინჯერი, როცა თეთრი კანი აქვს, ან ეს რა არის? მწვანე კანი, ესე თუ მწვანე კანი აქვს, ესე იგი всё ზომბი არის. და მოკლედ ეს გერპესი ნორმალური არისო. Really? შეგვიძლია გავაგზავნოთ კარანტინში. ერთი სიმპტომი აქვს ამ ადამიანს რაღაც უცნაური. გადაიყვანეთ ის კარანტინში, რომ შემდგომ შეხედოთ, გახდება თუ არა ზომბი. Okay. Look for symptoms. ცოცხალი იქნები, არა უშავს კაცო, იჯექი ცოტა ხანი კარანტინში. გამარჯობა. მეც ნიღაბში ვარ ნეტა. ჟანდაგი. ფული გვაქვს, ფულს გვაძლევენ? მე კარგად ვგრძნობ თავს გეფიცებიო. ხა შევხედავ. უნდა შევხედო, ხო? კარგად არის თუ არა. ანუ უნდა შევხედოთ რამე ის რა არის, რაღაც ჩალურჯებები აქვს. რატო აქვს ჩალურჯებები? კისერს გაქვს ჩალურჯებები. თვალები კარგი აქვს. ფეხებზეც არაფერი არ სჭირს. სიმპტომებს შევხედოთ, აბა, ჩალურჯებული რაღაც არის? ლიკვიდაციაში შეგვიძლია გავაგზავნოთ და მოვკლავთ. კარგად უნდა შევხედოთ, თუ ჩვეულებრივი მგონი ამას არაფერი არ სჭირს, იცით? 6 ადამიანი უნდა შეუშვათ სულ. მგონი ეგ ტიპი კარგად არის რა. კაი, გავაგზავნოთ. მიდი. ცოცხალი იქნები. მადლობა დიდი. კარგად, კარგად საწაიყვანა ნეტა არ ვიცი. შემდეგი. რა ტეხავს რომ შეიძლება ვიღაც მოვკლა. ძაღლმა მიკბინაო, მე არ ვარო ზომბი. სადგი
რაღაც უცნაურად გამოიყურება, შეხედეთ როგორ ვიყურებს. სად გიკბინა? ეგ ძახლის ნაკბენს არ გავს, იცით რას ფიქრობს? ხო სიმპტომები თუ აქ ამ ტიპს. აქეთ არაფერი. კიდე ეს რა არის? იცი რას ფიქრობ? ლიკვიდაციაში გავაგზავნოთ. ნაკბენები აქ და აბა რა გავაკეთო, შეხედეთ, აგე ნაკბენები ინფექციის სიმპტომი არისო, ესე იგი ეგ არის. ეგ დაავადებული არის, ასე რომ sorry man, მარა ლიკვიდაციაში გაიგზავნებით. სად მივყავარო? That's it for today. კაი, დღეისთვის ეს არისო, წადით დასაძინად. ახლა გვექნება კიდევ ძალიან გრძელი დღე. კაი. ან დასაძინად მივდივართ, ხო? კი ბატონი. მაიცა, ის უნდა შევხედოთ, ზომბი გახდა თუ არა. მაიცა. შოქშია. კაი, ცოტა ხანი დაელოდე, კიდე ხვალამდე და ვნახოთ, იქნებ ეს რა არის? Clear რა არის? კაცო, გასუფთავება? კაი, წავალ დავიძინებ. საინტერესო დავაჭია მომწონს. აი მე კარი სადაა, კაცო? აჰა. ვიძინებ. ფული მომემატა. ანუ თუ ზომბი მოვკალით, ფული გვემატება? თუ ადამიანი გადავარჩინეთ, მაგაზეც გვემატება ფული და ასე შემდეგ რა? კარანტინში როცა ყავს ადამიანი, გვაკლდება ფული, რადგან უნდა შევხედოთ. რა უბედურებაა, რამდენი ფული დამაკლდა. შეხედეთ ჯერ კარანტინში ვინც არის? ვაიმე, მეშინია, ძმაო, ხომ არ გახდი ზომბი? აქ ვიკარგები, გეფიცებით, ყველაფერი ერთნაირად გამოიყურებთ. ვიკარგები. აბა თუ კარანტინში წაიყვანთო ადამიანს, თუ გადაიყვანთო კარანტინში, შემდეგ დღეს შეამოწმეთო. ოკეი. შეიძლება მათი სიმპტომები შეიცვალა. აი კლიერი კლავს ყველას, ვინც იმყოფება შიგნით კარანტინში. კიდე კაი არ დავაჭირე. ვაიმე, ამას უნდა შევხედოთ, თუ თქვენ გააგზავნით კარანტინში უკვე დაავადებულს, 2 დღეში ის გახდება ზომბი და მოკლავს ყველა დანარჩენს, ვისაც შეიძლება პროსტა აქვს სიმპტომები და ვინც ზომბი არ არის. კაი, უნდა შევიდე მაგასთან. აჰა. და მეორეჯერ უნდა შევხედოთ სიმპტომებს. მოვბრძანდით აბა. სპეციალური სახე აღარ აქვს. სიმპტომები აღარ აქვს, ესე იგი შეგვიძლია გავაგზავნოთ ბლოგშიო. კაია. ბლოგში. Entering. ცოცხალი იქნებით. მიბრძანდით ბლოგში. სკანერი. სკანერი უნდა ავიღოთ, რომ სიმპტომები შევხედოთ უფრო მარტივად, რომ დავინახოთ სიმპტომები. ეს არის ფანარი? ოკეი. რა მაგარია. შეგვიძლია შიშველი დავინახო? მე გარ მინდოდა. მაგრამ კაი. შემოუშვათ. Next. I feel okay. I promise. მე კარგად ვგრძნობ თავს, გეფიცებია. როგორ გამოვი? რა მაგარია. ხედავ რა გაცვია და რა უბრალოდ რა არასვია. ვაიმე, ცოტა დაბლა ჩასვა მეშინია. კაი, არაფერი არ აქვს. ეს ზურგზე რა აქვს? რა ჩემ ფეხები აქვს ზურგზე? არაფერი თითქოს და არ სჭირს დუმდულები. ბოდიშით რა. მანდაც შეგვიძლია ხო? ფეხსაცმელშიც უნდა ვნახოთ ალბათ. იდექი ერთი წამი. ანუ აი აქ უკან აქ რა არის ეგ, კაცო? ერთი წამი მოდით ვნახოთ რა არის სიმპტომები. გერპეს გავს რაღაც ეგეთი. ესეთ რაღაცას გავს. არ ვიცი. უცნაურად გამოიყურება. ერთი წამი. ხო, ვაიმე მგონი ზომბია, იცით? ზომბი ხარ მე? კაი, ერთი წამი თვალები ჩვეულებრივია აქ, ხო? არაფერი ისეთი. ფანარი. აბა შეხედე. ასე შემიძლია? და მაგით რა შვება, არ ვიცი, ულტრა ისფერი სხივებით შეგვიძლია რაღაც დავინახოთ, მაგრამ რა? არ ვიცი. კაი. იცით რას ვფიქრობ? გავაგზავნოთ კარანტინში ჯერ, რადგან რაღაც ჭრილობები აქვს, ასე რომ არ ვიცი. გავაგზავნოთ. ეს შეცდომარიო. უბრალოდ კარანტინში მიდიხარ, კაცო. შემდეგ დღეს შეგხედავ. არა სხვა ზომბი თუ შეუშვით და დარდარხეული იქნება. ეს რა არის? ლარზე მიდი. Not a zombie. ზაღმა ეგ მოხსენი.
მე ჯები უკვე გაიგეთე. სათვალეები. ყვითელი თვალები აქვს. Are you zombie? ყვითელი თვალები. ეს ხო ზომბის. არა. ყვითელი თვალები ჩვეულებრივი არის? What the fuck? რომელ ადამიანს აქვს ყვითელი თვალები ერთი ამიხსენით. შეხედეთ ამას. ყვითელი თვალები აქვს და ნორმალური ითვლება. აქ ჩალურჯებები აქვს, ჩალურჯებები ვიცით რომ ეგ ნორმალური სიმპტომი არის. ვამე მეთქი სტრინგებიაც ამის დავსინე. აქ არაფერი არ აქვს. აბა უკვე ნახოთ რაღაც ნაკბენები თუ აქვს. მგონი არაფერი. მაიცა მაგრამ თქვა რა ძაღლმა მიკბინაო? ვიღაცას კლავენ მან თუ რა არის? კაი, ვფიქრობ ყველაფერი რიგზე არის. შეგვიძლია გავაგზავნოთ ბლოკში მაშინ. გავაგზავნოთ. მე არ დავივიწყებო ამ სიკეთესო. შემდეგი. აბრძანდით აბა. I bit my lip. That's it. ეს რა ჩემ ფეხები აქვს? მე ტუჩი ჩავკობიჩეო, აი პროსტა შეხედეო. აჰა, რა თქმა უნდა. შეხედეთ, ძალიან უცნაურად გამოიყურება. საჩასისხლიანებული ტუჩები, ზომბი. ვაიმე, всё ზომბია, ამა შეხედეთ. ზომბია. Fuck off man. კარგად შეხედავ, იქნებ რაღაც. ზომბია, ვაიმე. რამდენი ხანი აქვს სუნთქავ შენით? წადი აქ. ლიკვიდაციაში გავაგზავნოთ. Goodbye. Am I in trouble? I thought I was safe. საწაიყვანენ ერთი მაინტერესებს. შებრძანდით. დავინახავთ როგორ მოკლავენ? 1300 დაგვაკლდა, რადგან არისო ზომბი? კაი, შემდეგ ერთი წამით ვერ გავიგე მგონი დრას ქვია. ძაღლმა მიკბინაო, მე არ ვარ ზომბი. Not a zombie. ქალბატონ, ახლა ყველაფერს გავარკვევთ რა. ეს ზომბი შეიძლება არ ყოფილიყო, მაგრამ შესაძლებელია, ესეთი რაღაცები ქონდა იმ ტიპს. შესაძლებელია ქონდეს ინფექცია, მაგრამ შეიძლება არა. კარანტინში უნდა გამიგზავნა და ლიკვიდაციაში ჭადობა შენი. და ესეთი იყო. ხო, ესეც შეიძლება ინფექცია ქონდაო. ჭადობა, ეს თუ არის უეჭველი ზომბია. დებილი ვარ, მაგიტო დამაკლდა ამდენი თანხა. კარანტინში უნდა გამიგზავნა. კაი, ქალბატონ. შევხედოთ. ძაღლმა მიკბინაო, ხო? სად უკბინა მე ფეხზე? სად, კაცო? ეს რა ჩემ ფეხებია, ქაქ? ზურგზე. მაგაზე თქვა ძაღლმა მიკბინაო? მან როგორ გიკბინა, კაცო? ეს რა არის ახლა ერთი წამი უნდა შევხედოთ, რა არის ეგ? ესეთი არის. ნეკროზი. ეს უკვე სიმპტომი არ არის, ეს უკვე ინფექცია არის. ხო, უეჭველი. ესეთი შავი რაღაც. მგონი კი, თუ ეგ არის. არა, ეს წითელი არის, ხო? შავია, короче. Sorry, ქალბატონ, მაგრამ ზომბი ხართ რა. ზომბი ხართ. ლიკვიდაციაში გავაგზავნო. ნახვამდი. სად მივდივარო ახლა? ვერ გეტყვით. Sorry. არაფერი დამაკლდა, ესე იგი მართლა დაავადებული იყო, ზომბი იყო ნამდვილად. ეს მერე ვნახოთ შემდეგ დღეს. ახლა წავიდეთ, ხო? I'm sorry. ერთი წამით ვიღაცა შევუშვი? ერთი დაავადებული შემოვუშვი. ეგ ყვითელ თვალება ნაგავი. ეს ტიპი. პატრიკ ედვარდსი. ნაკბენი ქონდა, კიდე ერთი ნაკბენი ქონდა, ჩალურჯებები ქონდა. ცხვირიდან სისხლი ქონდა და ყვითელი თვალი ჯანტავა მაგის კარანტინში უნდა წამეყვანა. გული დავაკლდა. ვიგე ძალიან კარგად უნდა შევხედოთ. ხო გითხარით რა ძალიან გავს, ეს არ არის ჩემი მეზობელი. ბაზას უნდა დავეხმაროთო. საჭმელები და რაღაც ფუნქციები უნდა გავამზადოთო იმათთვის ვინც გადარჩა. უნდა მოვუვაროთ სანამ არ მოხდა ევაკუაცია. 4 ადამიანია 5. 2 დაავადებული. ვაიმე, ყველა ზომბი გახდება. უწუხარ. ჩემი ბრალია უწუხარ ვიცი. ხო ბლოკში უნდა წავიღოთო ეს საჭმელი და რაღაც ფუნქციები რა მოკლედ. ოკეი, წავიდეთ, უნდა წავიყვან. ესენი. ცოტა ფრთხილად გადმოვაყირავი, იმედია საჭმელი არიდო. ოპა, მარტო მე მაგას რატო ვაკეთებ ერთი არ უნდა. შენ, უკაცრავად, არ უნდა დამეხმარო, ზიხარ, просто ზიხარ და всё. I'm sorry. იმედია საჭმელი არ არის, მოგითხარით. ესე რო ყველაფერი შეგვედიოს.
ესე ფუელი, ბენზინი. მედიკამენტები ყველაფერი უნდა ავიღოთ თუ? მე რა ვიღ? არა ნო რა. რამდენი უნდა წავიღო? სად შეფეხებში უნდა წავიყვანე? მე exit. დაფრთხილად, აქეთ, იქით, აქეთ. მაიცის რა არის? სად ვარ? აქ გადაჩენილი ხალხია. გენერატორი უნდა ჩავრთო, ხო? ხო? ალბათ ხო. და სად უნდა წავიღო აქ? პირიქით აქ უნდა დავდო. კარაჩი არ ვიცი. მაიტა აქეთ. აქ მარტო მივცხოვრობ თუ რა არის? რატო არავინ არ მეხმარება ერთ? ენერგია ყველაფერი არის, მაიტაც აქეთ საჭმელი, ესეც მედიკამენტები. ამას უნდა ვაჭირო. აჰა. ხურები მეთო. წავედით. ოპა. ეხლა აქეთ. აქ უნდა დავდო რაღაც. ეს როგორ მოხდა? არ მინდოდა. როგორ მოხდა ეგ? პროსტ ვერ დავატორმუზე თავის დროზე რა. ახტი. როგორ გამოვიდე ეხლა ამ ჯანდაბიდან? კარჩი გავიჭერე ხო? შვენიერი არია. შვენიერი ვარ. ეხლა შეგიძლია დავიძინოთ. ვაიმე, სად არის კაცო? ვაიმე, რა ხდება? ზობის ატაკაო. რა ზობის ატაკა კაცო? დრონი? Oh fuck! დარხეული გვაქვს. დრონით ვარ. კლაუდა. ვაიმე, ზომები მოდიან. რამდენი არიან კაცო? ვიდი, ისროლეთ. ერთი წავიდა აქეთ მოდიან უკვე. მარტო მე ხატო აკეთებ. მიდი. დარხეული გვექნება. ხალხთა დარხეული გვექნება. ვაიმე, მოვკალი? წადი აქედან. წელს მოვიკე. მარტივია. ახალი ვინც გადარჩა ახალი სიმპტომები გაუჩნდათო. სუნთქვასთან დაკავშირებითო. ახალი რაღაც გვჭირდება რომ ავიღოთ, აი ეს რაღაც. Okay, thank you. მაგრამ აქ ვნახოთ ხო? ეს კარგად არის, წამოდი შევხედოთ. ხო და უნდა შევხედოთ ახლა როგორ სუნთქავენ. ესეთი სუნთქვა ნორმალურია, ხო და აი ესეთი რაღაც დებილობი რაღაცები რო არის, ესე იგი ცუდად სუნთქავენ. თუ ახველებს შეიძლება ეს ინფექციის ნიშანი იყოს, მაგრამ ზუსტად არ არის ზომბი. და უნდა შევამოწმოთ, მე კარანტინში გავაგზავნოთ. და დიდი ამპლიტუდა თუ არის, ესეც შეიძლება ინფექცია იყოსო, მაგრამ ზუსტად არ ვიცით. აბა, შევხედოთ. ნუ, ეგ მგონი ნორმალურია, ხო? კი ბატონო. არა, ყველაფერი კარგია. მგონი ნორმალური ტიპია რა, მოკლედ. აი ეს რაღაც ნაკაწრები აქვს, მაგრამ შეიძლება პროსტა ნაკაწრები აქვს და ანუ მეორე დღეს თუ არ გახდა ზომბი, ესე იგი ნორმალური ადამიანი არის. მოკლედ, გავაგზავნოთ ბლოკში. გავაგზავნოთ. I promise. ის კლავე, ხო, ჩემი ზომბები. Next. ვაიმე. არ გინდა თუ ჩემი შემოწმებო, კარგად ვარო. ნუ, გეტყობა როგორც ხარ კარგად. ნუ თვალები კარგი აქვს, მაგრამ აი ეს რა არის? ხოდა. ვაიმე, ქალბატონო. ცოტ ფრთხილად, ძალიან ახვალებს. მე არ გავხდები მაგის გამო ცუდად. აჰა, მგონი აქ ყველაფერი კარგად აქ, არანაირი ამაიცე ფეხებსაც შევხედოთ, ხო? რა იცი ახლა რა ხდება, მანდაც ვნახოთ. ვაიმე, ეს რა ჩემი ფეხებია უკან? დაკაწრულია რაღაც კისერზე. კაი. პრინციპში არაფერი ისეთი არა, მაგრამ ახველებს და იქ სისხლი აქვს და რატო? უნდა შევამოწმოთ, ხო? ვაიმე, ნუ თითქოს და კარგად სუნთქავს. აბა უკან შევხედოთ. რა, მგონი ნორმალურია, პროსტა ახველებს, რა გაცივდა ახლა ქალბატონი. ვაიმე, ცოტა ფრთხილად აი, ვფიქრობ და ჩასასხლიანებული რაღაცა ხდება. მე შია კაცო გავაგზავნო ეგრევე. მინდა გავაგზავნო კარანტინში რა, ახლა მაინც რა ხდება, რა იცი ახლა. არაჩი ქალბატონეს, რას ვფიქრობ. კარანტინში გაიგზავნებით, მაქსიმუმ 4 ეტევა კარანტინში, ასე რომ ჯერ ადგილი არის გავაგზავნოთ კარანტინში. Goodbye. Mistake არ არის რა, არ არის შეცდომა. შანდი.
გეხვეწები უბრალოდ შეამოწმეთო, მიხვდებითო რომ ყველაფერი კარგად მაქვსო რა. Короче, რო ზომბი არ არის. Ну, ეს რა არის? მე ახლა შევამოწმებ. თვალები, ვაიმე, მაგრამ მაგასაც ახველებს. კაი, მაიცა ახლა. ეს რა ნაკაწრები ისევ ნაკაწრები თან ძალიან ბევრი აქვს ნაკაწრები. აბა შევხედოთ. ვუსმინოთ ახლა. ესა ჩემ ფეხები არის. მგონი ზომბია იცით? ხო არ გავაგზავნე. კაროჩი კარანტინში გავაგზავნე ამასაც რადგან What do you mean just precautions? სტრანი ტიპია რა. არ მომწონს. მოდით შემდეგი. Next. საყვარელი შენ ამბობ? ეს რა არის? ასკარად ჩემ ფეხბად გჭირდება. მე ძალიან ბევრი დავკარგე უისრად. ეს რა არის? ნაკაწრები მუცელზე. კაი, ამასაც შევხედოთ უკან. ბიჭერტი, რატო აქ ნაკაწრები, კაცო? ზომბია თუ კარანტინში უნდა გავაგზავნო, sorry man რა. თუ ვიღაც ზომბი მოგყავს, მან ჩემ ბრალი არ არა. შეიძლება იყოს იარაღი, ან უფრო ცუდი ზომბის ნაწილები. რისთვის უნდა ზომბის ნაწილები? თუ იარაღი შეხვდა, ეგ კონტრაბანდა არის და ის აუცილებლად უნდა წავართვათ რა. ხო, ჩვენ მაგაში ფულს მოგცემენ. მატრაც. კაი, აბა ვნახოთ შენი ბარგი. ეს რა არის და რისთვის უნდა? კონფისკაცია? მე დავკარგე. და ეს რა ჩემ ფეხებად სჭირდება? ერთი. არაფერი არ აქვს, მაგრამ ეს რა ჩემ ფეხებად სჭირდება? ნიორი? რას უნდა ნიორი? ეს თუ არის всё, liquid ინფექცია აქ რა, მოკლედ ეს. Goodbye, ქალბატონო. Goodbye, ლიკვიდაციაში გაიგზავნებით. რაღაც შითინგებს რო აკეთებდით. ნახავთ. You're scaring me. კარგად იყავ. Where am I going? მაშინებს სადმივდივარო. Goodbye. Stupid ადამიანები რა. ექს დამავიწყდა შეხედეთ, ნაკბენია აქ. What the fuck? ნაკბენი აქ სახეზე. და მარტო ულტრაისფერის ხივით ჩანდა. ეგ არ ვიცოდი. მაინც კარანტინში უნდა რა ხდება, იქნება დაავადებულები. აი აბა. მაინც ვაიმე. I was bitten by a dog. წითელი თვალებია, ზომბია, 100% ზომბია, სიმპტომები, წითელი თვალები, всё, ის ინფიცირებულია, წადი ახლა ლიკვიდაცია. Goodbye. Safe იქნები, ნუ გეშინია. ვაიმე ლურჯია. საჭმელი აქვს. ლურჯი კანი რატო გეფიცები? ლურჯი კანი შეიძლება სიმპტომების ის იყოს. თვალები აქვს წითელი კიდე. აუ, ეს უეჭველი კარანტინში უნდა გავაგზავნოთ ან ეგრევე ლიკვიდაციაში. არ მაქვს ადგილი და რა ვქნა? იცი რა, ლიკვიდაციაში გავაგზავნი, მაგრამ კიდე არა. მაგრამ კიდე. What do you mean special process? რებს აკეთებ? გეპსები მეშინია. რა ჩემ ფეხებს აკეთებს? გაბრაზდა. არ წაიყვან სადმე? აქ უნდა იგდოს. პაკეთო, მწვანე კანი აქვს, თუ ყვითელი ვერ ხვდები, მწვანეა. წადი აქედან ლიკვიდაციაში. Am I in trouble? პრიკოლი იქნება თუ არ არის ზომბი. ისევ, წადი. Sorry, მაგრამ ინფიცირებული იყო $900 დამემატა და მაგიტო. ვაიმე, რა გიდევს? კონტრაბანდა გაქა. Oh, this is bullshit. I'm Sorry, cleaner than madam, half the დავია. people you let through. ეს რა არის? მწვანე რაღაცები არის, ერთი წამი, დარხეული იქნება ახლა. დემო ვერსია დამთავრდაო. ვაუ. მაგარი თამაში იყო რაღაც მომეწონა. ის მომენტი უფრო მომეწონა, როცა უნდა შევამოწმოთ ხალხი ზომბი არის თუ არა და ისე გავაგზავნოთ სადმე. მე ამას დავმთავრებ ამ ვიდეოს. შევხვდებით უკვე ძალიან მალე სხვა ვიდეოებში. ნაყამდის.